დავიდეთ, რომ არავინ არ დაჩის იკითხვის სფეროში. მოგესალმებით, სალომე უგულავა, ჟურნალი ტაბულა. მე მინდა გითხოთ იმ მასშტაბური დაგეგმილი ამნისტიის შესახებ, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება. მინდა გითხოთ, რა გარანტიას აძლევთ საზოგადოებას, რომ ეს მათ არ დააზარალებს და კრიმინალი მკვეთრად არ მოიმატებს და ვინ იღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას? დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ამისი ეჭვი არსებობს, რომ შეიძლება იქ ვიღაც გამოიპაროს და რეალური კრიმინალიც იყოს და კრიმინალიზაცია რაღაც ეტაპზე გაიზარდოს სახელმწიფოში, ну ამისთვის არსებობენ ორგანოები და ალბათ შესაძლოა რეაგირებას გააკეთებენ. მაგრამ პროცესი ეჭვს არ დგება, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა რაც შეიძლება საფრთხის მინისტრს დაეკვირვოს. პოლიტიკურ პატიმრებს არ გულისხმობ ბატონო ბიზნა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შამდენად. გასაგებია, ეს კიდევ უფრო ამზადებებს გეთანხმებით, სწორედ დაამატეთ 10000 ადამიანს პირობის სწორედ დაამატეთ, მე თავში ვერ გავიგე კარგად და რა თქმა უნდა ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭიროთ. იქ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმსახურებს ამას. ვიღაცები გამოგვიპარებიან, ვიღაცებს უკან შებრუნება მოუწევს. ამისთვის სამართალდამცავი სტრუქტურები არსებობენ. მე მგონი ეს ჯანსაღი პროცესია, ცივილიზებული პროცესია და საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს რაღაც უხერხულობების შექმნის ალბათ. ძალიან დიდი ბოდიში კიდე ერთი კითხვა მინდა. დიდი ბოდიში უბრალოდ უმცირესობების თემაზეა და შეიძლება ეს კითხვა არ დაისვას. თქვენ პირობა დადეთ, რომ დაიცავდეთ უმცირესობის უფლებებს და ამაზე არაერთხელ გისაუბრიათ, თუმცა როდესაც ნიგზიანში ირღვეოდა მათი უფლებები და იყო სისხლის სამართლის დანასაულის ნიშნები, ნიგზიანში რა გაქვთ ხედულობაში, როდესაც მუსლიმებთან დაკავშირებით, როდესაც მათ ლოცვის საშუალებაც კი არ ეძლეოდათ, სახელმწიფომ განზე გადგომა არჩია, რატომ მოხდა ესე? ხო, მე ამ თემას ვერ გავშლი, მე მახსოვს რომ მე ზარები გავაკეთე, ვინც ახლოს იყვნენ პარლამენტში დავრეკე და დეპუტატებს ხოლმე რამდენიმე ჩასვლა რომ პროცესებში ჩარეულიყვნენ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ცოტა ხელოვნურად იყო ინსპირირებული ეს ყველაფერი. და მე არ ვთვლი იმას, რომ ჩვენ იქ უმცირესობას არ დაუდექით და თუ იქ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არ იყო მე მგონი ეს პრობლემა. პრობლემა იყო ელემენტარულად შექმნილი ლოცვის საშუალება არ ეძლევა. ხო, მე ესეთი ინფორმაცია არ მაქვს და საერთოდ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო დაპირება ჩემი, რომ უმცირესობას ჩვენ მოვექცევით ისე როგორც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საქართველო და ჩვენი წარსული იმსახურებს და მოვექცევით კულტურულად. მოუწოდებ მათაც, რომ ნუ შეეცდებიან ამ აგრესიული, ამ ძალადობრივი და სრულ პოლიტიკის გაგრძელებას და ეს გაიოლდება ეს პროცესი ჩვენი მხრიდან ეს ცდილობები იქნება, მაგრამ მათაც უნდა მოახერხონ, რომ ეს ეხლა როგორც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები და როგორც არ უნდა მოექცეთ მათი აგრესიულობის შედეგად შეიძლება ეს არ გამოჩნდეს ესე, მაგრამ ჩვენ ეს განცდა გვაქვს და ეს განწყობა გვაქვს. პირადად მე კიდევ ვიმეორებ, რომ ნამდვილად ესეთი განცდა გვაქვს, რომ ვის მოუწოდებთ ბატონო ბიძინა რომ დამიზუსტოთ? უმცირესობა, რომელიც უმრავლესობაში იყო ოდესღაც და აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდა, 9 წლის განმავლობაში მართავდა ჩვენ სახელმწიფოს ძალადობით და სიცრუეში ამყოფობდა. იგივე პოლიტიკას მე ჩემს გამოსვლაში კარგად განმარტე, ცდილობენ დღეს უმცირესობაში მყოფნი და მათ უნიჭებასაც მივაწერე ეს და შემიძლია ახლაც გავიმეორო, იგივე იდეოლოგიას აგრძელებენ დღესაც და ეს რომ გამოჩნდეს, რას თქვენ შემახსენეთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათთან იყოს კულტურული, მათაც ფორმები უნდა შეცვალონ და რეალობაში დაბრუნდნენ, სამართლიანად უნდა მოიქცნენ. სამართალს და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ და პატივი უნდა სცენ. სამხრივად ეხლა, როდესაც ეს პროცესებს ამას ასეთ აგრესიულ განმარტებებს აკეთებენ, რა თქმა უნდა ეს სიტყვა გაჩნდება. როგორ უნდა მოექცეთ კულტურულად ეხლა? ისინი ამას იტყვიან, რომ ახალაია არის პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს შეგვირდნენ, რომ ჩვენ მოგვექცევიან კულტურულად. ამ დროს ახალაია დაიჭირეს. ამ პირველი არხი ისე ორ მაგალითს მოვიყვან. ხო ამბობდნენ, რომ მედიის თავისუფლება, შეხედეთ. პირველ არხზე შევიდა. ნუ რა ვქონათ, აბა რა უყოთ ამას. ცდილობენ ისევ ძალით მოგვახვიონ თავზე, რომ შავია თეთრი ესე არ გამოვა. ჩვენი მხრიდან მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ იყოს პოლიტიკური სხვაობა და არ მოხდება ის, რომ ოპოზიციას მოექცევა ხელისუფლება ერთნაირად და პოზიცია სხვანაირად. ყველა არის საქართველოს მოქალაქე და ყველას აქვს თანაბარი უფლებები და ჩვენ ამას აუცილებლად დავიცავთ. ეს არის ჩემი პოზიცია.